მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის და საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით პროექტ ქალის ხმა ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. გადაცემა ქალის ხმა მარნეულის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 2011 წლის დეკემბრიდან დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. პროექტის ხელმძღვანელმა და გადაცემის წამყვანმა განიხილეს ის ძირითადი საკითხები, რაზეც გადაცემებში იყო საუბარი. ასევე მრგვალი მაგიდის შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების პრობლემებს მიეძღვნა. პროექტის მიზანი იყო მარნეულში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების გააქტიურება და ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში გავიდა ეთერით 20 გადაცემა სახელწოდებით ქალის ხმა. ასევე ჩაუტარდა ტრენინგ სემინარები ადამიანის უფლებებზე, საარჩევნო უფლებებზე, ქალის უფლებებზე დაახლოებით 500 ქალბატონს. მამაკაცებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მათ რიცხვში და მოზარდი გოგონები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაიძრა, ასე ვთქვათ, ყინული და ჩვენი წამოწყებული ინიციატივა ფართო გამოხმაურებას პოვებს მარნეულის საზოგადოებაში. როგორც იცით, ჩვენი გადაცემების ციკლი ქალის ხმა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ქალბატონებისთვის მათ უფლებების შესახებ. გვინდოდა, რომ ეს ქალბატონები რეგიონში ყოფილიყვნენ უფრო აქტიურად ჩართულები, როგორც სოციალურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში და საარჩევნო პროცესებში და ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ამ რეგიონში გვეყოლება არაერთი კანდიდატი ქალბატონი, აქტიური ქალბატონი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ამის პოტენციალი რეალურად არსებობს ამ რეგიონში და ის პრობლემები, რაც დღესდღეობით აწუხებს ქალბატონებს, იმედი გვაქვს, რომ ამ ჩვენი გადაცემით, ქალის ხმით, ჩვენ ვეცადეთ ყველანაირად, რომ თუ არ გადაგვეწყვეტა ეს პრობლემები, ყოველ შემთხვევაში შეგვიმსუბუქებინა. აღნიშნულ შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, მასმედია საგანმანათლებლო სექტორი, პროექტის შედეგად ჩამოყალიბებული აქტივობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც დასმული საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ეს და ზოგადად ეს პრობლემატიკა დგას, მაგრამ ხელისუფლება ზოგადად და ჩვენი ქვეყნისთვის აი ბოლო 10 წლის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები მთელი რიგი საკითხებიდან გამომდინარე, ჩანს რომ ქალთა პრობლემატიკა არც იმდენად მტკივნეულია დღესდღეობით ქვეყანაში, აბსოლუტურად ქალებს აქვთ სრულად თავისუფლება რომ დააფიქსირონ ნებისმიერ შემთხვევაში თავისი პოზიცია. მარნეულის ავერსის კლინიკაში უკვე რამდენიმე თვე რაც დედათა და ორსულთა სკოლა არსებობს, სადაც ყველა ორსულს საშუალება აქვს მივიდეს და ორსულობისა და ბავშვის აღზრდის შესახებ კონსულტაციები კვალიფიციურ ექიმებთან ერთად გაიარონ. ჩვენს კლინიკაში წარმატებით დანერგილია ორსულთა და დედათა სკოლა, სადაც მათ utარდებათ ყველა სახის კონსულტაცია ორსულობის, მშობიარობის და ახალშობილის მოვლის საკითხებში. ეს სკოლა ჩვენთან ფუნქციონირებს ყოველთვიურად, სადაც შეუძლია ნებისმიერ ორსულს მოვიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია მშობიარობის და ბავშვის მოვლის საკითხებში. ასევე utარდებათ მათ ფსიქოლოგიური დახმარებაც მთელი ორსულობის განმავლობაში. ამ სიახლეს მოწონებით შეხვდნენ მომავალი დედები. მათი განცხადებით აღნიშნული კურსების ჩატარება ხელს შეუწყობს მათი როგორც მომავალი დედების ინფორმირებას ბავშვის აღზრდის საკითხებში. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩატარება ამ კურსის, რადგან დაეხმარება ბევრ ორსულს. შეიცნოს ორსულობა და ორსულობის მიმდინარეობა და ასე შემდეგ. ავერსის კლინიკას მადლობას ვუხდით, რომ ასეთ პროექტებს ახორციელებს და ბავშვების შესახებ მეტ ინფორმაციას გვაძლევენ. ასევე ძალიან კმაყოფილები ვართ აქ მომუშავე ექიმების. ავერსის კლინიკამ ყველა ორსულს, რომელიც აღნიშნულ კურსს დაესწრო, საჩუქრად ფოტოალბომები გადასცა, ხოლო ყველა ახალშობილს ავერსის კლინიკისგან საკუთარი ფოტოსურათები საჩუქრად გადაეცემათ.
დღეს მთელ საქართველოში მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლაში ყოფნის ბოლო დღეს ბოლოზარს აღნიშნავენ. დღევანდელი დღე მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღნიშნეს. მე-12 კლასის მოსწავლეებმა საგანგებოდ ბოლოზარისთვის საქართველოს დროშის ფერებში გაწყობილი სამოსები შეიკერეს და როგორც ყველა სკოლა, მათაც დღევანდელი დღე საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და კურსდამთავრებულთა ახლობლები. ვლოცავ ყველას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას უსურვებ, გზამშვიდობისა ყველას. ყველას ვლოცავ, ბედნიერებას უსურვებ, ჩემს მეგობრებს გულში რაც გქონდეთ, ასრულებოდეთ ყველაფერი. ახალგაზრდებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ცხოვრებაში ლამაზი დღეები უსურვეს. დამთავრდა ამ ახალგაზრდებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ეხლა ისინი დგანან გზაჯვარედინზე, ყველა თავისი გზით წავა. დღეს კი ამ გზაჯვარედინზე ერთად ყოფნის, ერთად გატარებული 12 წლის აღნიშნული დღესასწაულია. მე ულოცავ ყველა ბავშვს, ყველა მე-12 კლასეს, ჩვენი სკოლისას და ყველა ჩვენი ქვეყნის ყველა მე-12 კლასეს ამ ღირსშესანიშნავ დღეს უსურვებ, რომ მათი მომავალი ცხოვრება ყოფილიყოს წარმატებული და ბედნიერი. სოფელ საიმეროს საჯარო სკოლაში პირველ კლასელთა ზეიმი გაიმართა. ბავშვებს პირველი კლასის ბოლოზარი ჰქონდათ და საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა. პატარებმა იცეკვეს, იმღერეს და ლექსები თქვეს. ზეიმს ესწრებოდნენ ბავშვების მშობლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ყველა პირველ კლასელს ულოცავ დღევანდელ დღეს, ალბანის გაცილების დღეს, უსურვებ ბედნიერ ბავშვობას, ძალიან კარგ მომავალს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს კლასი და საერთოდ მომავალი თაობა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო და ძალიან გამოსადეგი თაობა. დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პედაგოგის, დიდი მადლობელი ვარ ამ სკოლის, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბიჭი უკვე მეორე კლასშია და ამის თანატოლებია. მერთმა სულ სიხარული, ბევრი ის რა ქვია, განათლება ბავშვებისთვის და რა ვიცი, კარგი მომავალი. ელა ბავშვს ულოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან მომეწონა დღევანდელი კონცერტი. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან მომეწონა ეს კონცერტი. ლექსი მოვყევი. კიდევ ვიმღერე. ზეიმით პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეც აღნიშნეს. Or 45 წამი და 146 კილოგრამი ეს ძლიერი ბიოენერგიის მქონე ეითიბარ ბუდაღლის ახალი რეკორდია. 10 მაისს ბაქოში ჰეიდარ ალიევის დაბადების დღისადმი მიწყვლენ ღონისძიებაზე ეითიბარმა თავისი ბიოენერგიის დახმარებით 146 კილოგრამი რკინის მეტალის სხეულზე მიიზიდა და 45 წამის განმავლობაში გააჩერა. შეგახსენებთ, რომ მისი ბოლო რეკორდი 2011 წლის დეკემბერში თბილისში ჩატარებული რეკორდების შეჯიბრი იყო, სადაც მან 106 კილოგრამი მეტალი 30 წამის განმავლობაში სხეულზე მიზიდული გააჩერა. საქმე იმაშია, რომ მე საერთოდ არ ვარჯიშობ. ბაქოში 150 კილოგრამიანი მეტალი სხეულზე მივიზიდე. ამ წონის მეტალი ადრე არასდროს ამიწევია. მაშინ მხოლოდ 106 კილოგრამი ავწიე. მე ჩემი თავის მჯერა და ღვთისწყალობით მივაღწიე ამდენს. სიმძიმის აწევა ჩემი ბიოენერგიის საშუალებით გამიადვილდა. პირობას გაძლევთ, რომ მომდევნო წლებში რეკორდს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ. სამომავლოდ ეითიბარი დამყარებული რეკორდის რეკორდების წიგნში შეტანის მიზნით გერმანიაში გაემგზავრება. მანამდე კი საქართველოში კიდევ ერთხელ მოსინჯავს თავის ძალებს.
13 და 14 მაისს აზერბაიჯანში შაულინის სანდას სახეობაში ტურნირი გაიმართა. ტურნირში მარნეული 3 მონაწილემ წარმოადგინა. სამივე მათგანმა არაჩვეულებრივი შედეგი 3 პირველი ადგილი აიღო. სპორტსმენები ოქტომბერში მომავალი წარმატებებისთვის აგრძელებენ მომზადებას. Недавно мы были на соревнованиях по Шаолин Санда. ჩვენ ვიყავით შაულინის სანდას სახეობაში გამართულ კონკურსზე. ეს არის ჩინური სპორტის სახეობა. მარნეულიდან გვყავდა წაყვანილი 3 სპორტსმენი. საქართველოს მასშტაბით კი სულ 5 სპორტსმენი მონაწილეობდა. აქედან 2 თურქეთში, 3 კი ბაქოში. ამ სახეობაში შეჯიბრი ოქტომბერშიც გაიმართება. ბავშვები კარგად ვარჯიშობდნენ, ემზადებოდნენ ამ შეჯიბრისთვის, მაგრამ არ ველოდი რომ სამივე ოქროს მედალს აიღებდა. ვფიქრობდი რომ მეორე და მესამე ადგილს დაიკავებდნენ. შაოლინგის ფედერაციის პრეზიდენტმა ბაქოში აღნიშნა, რომ ამ სახეობაში ძლიერები მხოლოდ ჩინელები მიაჩნდა, მაგრამ არანაკლებ კარგად ფლობენ ქართველები. საბოლოოდ კი 3 ოქროს მედლით მეორე ადგილზე გავედით. 12-13 მაისს 2012 მაისს ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი აზერბაიჯანში, რომელი ტურნირის მიზანიც იყო, რომ აქ გამარჯვებული ბავშვები წარსდგებოდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ამ ტურნირში მონაწილეობას ვიღებთ საქართველოსდან 3 ბიჭი და სამივე მოახერხეთ პირველი ადგილის აღება და წავსდგებით ახლა ევროპის ჩემპიონატზე. მე ვიასპარეზებ 75 კილო წონით კატეგორიაში და პატარები უფრო დაბალ წონებში. ეს უფრო მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იქნება და ვეცდებით, რომ საქართველოს ვასახელოთ კიდევ ერთხელ და წარმატებები მოვუტანოთ. ეს შეჯიბრი ჩატარდა აზერბაიჯანში, კუბაში. მე მყავდა კატეგორიაში 3 მოწინააღმდეგე. აქედა ესენი იყვნენ ყაზახეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანელს ნოკაუტი დაუმთავრე, ხოლო 2 მოწინააღმდეგეს ქულების მეშვეობით მოვუგე. ჩვენ მივიღებთ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას და ალბათ გავამართლეთ ჩვენ იმედებს. من برنجی دوشم ازبکستان. პირველი შეხვედრა მქონდა უზბეკეთის წარმომადგენელთან. რთული არ იყო, რადგან ნოკაუტით დავამარცხე. ასეთ კონკურსში პირველად არ მიმიღია მონაწილეობა და არც გამჭირვებია მოგება.